ეს ამბავი დაახლოებით 2000 წლის წინ გვაბრუნებს იმ დროში, როცა რომის იმპერატორმა ვესპასიანემ, რომელიც ფულის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა, ახალი, მეტად უცნაური გადასახადი დააწესა საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოხმარებისათვის. არ მოუწონეს საქციელი ვესპასიანეს რომაელებმა, მეტადრე მისმა ვაჟმა ტიტუსმა, რომელმაც მამის გადაწყვეტილებას ფულის მოპოვების, გნებავთ ფულის შოვნის ყველაზე უღირსი, ბინძური გზა უწოდა. მაშინ ვესპასიანეს მისთვის მონეტებით სავსე მუჭა გაუწვდია და მოუთხოვია უყნოსე და მიპასუხე, სუნი აზდის თუ არა. მას შემდეგ გაჩნდა გამოთქმა, ფულს სუნი არ აქვს და მას შემდეგ ისმის კითხვა, აზდის თუ არა ფულს სუნი, ანუ ამართლებს თუ არა ფული მისი მოპოვების ნებისმიერ გზას და ასევე მას შემდეგ ამ კითხვაზე იმდენი პასუხია, რამდენი ადამიანიც არსებობს. მათი პასუხები კი, როგორც წესი, საუკეთესო საშუალებაა ადამიანის მსოფლ აღქმის, მისი ფასეულობების და მისწრაფებების ამოსაცნობად. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს, ეთერშია შემდეგი გაჩერება. ფული და ადამიანი, ფული და მომხმარებელი თანამედროვე კონსუმერულ სამყაროში, ზოგადად და საქართველოში კონკრეტულად. რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა ვისწავლოთ ფულის შესახებ, რომელიც როგორც გონიერი ადამიანები თვლიან, საუკეთესო მსახურია, მაგრამ საკმარისია ბატონად იქცეს, ან აქციო, უარესთა შორის უარესი ხდება. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი, ფულთან დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე მუშაობს და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მოსაზრებებს გაგვიზიარებს. ნება მიბოდეთ, წარმოგიდგინოთ, იგი მოგესალმები ნინო, მინდა დავიწყო რით, ფულთან დამოკიდებულებას ადამიანისას და ზოგადად საზოგადოების ძალიან დიდ წილად განაპირობებს არსებული სტერეოტიპები, კლიშეები, რომელი მათგანის გადააზრება გვჭირდება დღეს თითოეულს და ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში. მე სულ მიწევს, რა თქმა უნდა, როგორც ფსიქოთერაპევტს ამ თემასთან შეხება. ძალიან ბევრი მოდის ზუსტად ამ შეკვეთით. ზოგი ამბობს, რომ აი მე ფულს არ უყვარვარ, რაშია საქმე. აი მე სულ ბავშვობიდან ჩამესმოდა, რომ ფული ხელის ჭუჭყია და მდიდრები, ცუდი ადამიანები არიან და ვერ ვლახავ ამ რაღაც არაჯანსაღ შემზღუდველ რწმენა წარმოდგენებს. ან თქვათ, როდესაც ბავშვებთან დაკავშირებით მოდიან და აინტერესებთ აღზრდის თემები, ხშირად მეკითხებიან, როგორ შევაჩვიოთ ბავშვს ფულთან სწორი ურთიერთობა. როგორ გავაცნოთ, ხო, როგორ გაიგოს რა არის ეს. მე ჩემი აზრი მაქვს და არა მარტო ჩემი თვითონ რაც ცოდნაც დაგროვდა ფსიქოთერაპიაში, ფსიქოლოგიაში მოგახსენებთ. პირველ რიგში ვიცით, რომ ფული არის ენერგია. რა ენერგია ეს? ამასაც ხშირად გვეკითხებიან. აქ უნდა ითქვას ძალიან მარტივი პასუხი, რომ ეს არის ჩვენი ფიქრის, ჩვენი აზრის ენერგია, აი ჩვენ რას ვდებთ ამაში, რას ვფიქრობთ ამ თემაზე. მე ძალიან მიყვარს სქემები და აი ესე რომ დავანაწილოთ, ადამიანს აქვს აზრები, შეხედულებები, რწმენა წარმოდგენები საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე და სამყაროზე. აი თითოეულ ამ თემაზე შეიძლება გქონდეს ან ჯანსაღი, ან არაჯანსაღი რაღაცა აზრი და რწმენა წარმოდგენა. ნუ ეხლა რახან ფულს ვეხებთ, ეს ყველა თემას ეხება, რა თქმა უნდა. ბევრი სფეროსგან შედგება ჩვენი ცხოვრება, ეს არის პირადი ურთიერთობები, თუ სასიყვარულო, თუ მეგობრული, თუ საქმე, თუ გართობა, დასვენება, მიღწევები, განვითარება და ასე შემდეგ, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი თემა აქედან, რა თქმა უნდა, არის ფული და მასთან ურთიერთობა და აი რომ დავფიქრდეთ ფულთან მიმართებაში. პირველ რიგში საკუთარი თავზე ვისაუბროთ. თუ ადამიანი თვლის, რომ ის არ არის გამდიდრების ღირსი, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ დროს არის ესეთი აფირმაციებს ვეძახით,
ფსიქოლოგიაში ჯანსაღი აზრები, რომელიც შეიძლება რომ იმეოროს ადამიანმა შთააგონოს, კარგი შთაგონება მისცეს თავის თავს განსაკუთრებით დილას ახალგაზრდებულზე, რომ ეს მიიღო, ხო? არის ესეთი გადასარევი ესეთი აფირმაცია, წინადადება, რომელიც ამბობს, მე ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ვარ, იმიტომ რომ ვარსებობ. ანუ შენ რო უკვე მოხვედი ამ ქვეყანაზე, შენ უკვე ყველაფერს იმსახურებ, ყველაფერს საუკეთესო და ამას იმსახურებს თითოეული ადამიანი. მაგრამ ჩვენს ახლა მოქმედებს ეს ბავშვობის ტრამვები, ხო, სტრესები, მე ვაზოგადებთ თუნდაც ამ სტრესებს, რაც მივიღეთ და ეს გვიყალიბებს საკუთარ თავზეც რაღაც ესეთ შემზღუდველ აზრებს, შემზღუდველ რწმენა წარმოდგენებს ვეძახით, რომელიც ძალიან გზღუდავს. ანუ ეს რაღაცნაირად საკუთარი თავის დარწმუნება შენს ჯანსაღ არსებობაში, არა? დიახ, უნიკალური ხარ, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხარ, რომ შენნაირი მეტი არც დაიბადება და არც აქამდე არ დაბადებულა და შენ უკვე რო არსებობ, ეს არის აი რაღაც ამოუცნობი დუმალი, რაღაც მშვენიერი სამყარო, თითოეული ადამიანი, რომელიც მარადისობის ნაწილია, თან ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვარ და თან მთელი სამყარო ჩვენში. აი ყველა ადამიანს უგძვნია, აი რასაც სინდისის ხმას ვეძახით მაგალითად, ხო? ყველას უგძვნია. როდესაც ჩვენ რაღაცა ისეთ ზნეობრივ კანონს რაღაცას ვარღვევთ, ხო? შიგნიდან ყველას გვესმის რაღაცა ხმა, რომელიც გვეუბნება, რომ შენ ეხა რაღაც კარგად ვერ მოიქეცი, ხო? ყველას გვიგძვნია, რომ ეს ხმა არის ჩვენში, ოღონდ არის რაღაცა, რაც ჩვენზე მეტია. თითქოს ჭეშმარიტება გველაპარაკება, რომელიც ჩვენშია. ნუ ჩემთვის ეხა მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემთვის ეს არის ღმერთი ჩვენში და ღმერთის ხმა ჩვენში. და პრინციპში ხო, აი ეს გააზრება ამისი, რომ ჩვენ თან მარადისობის ნაწილი ვარ და თან ეს მარადისობა ჩვენშია. და ეს უკიდეგანო საინტერესო სამყარო მშვენიერი თითოეული ადამიანი, რომელიც ყველაფერი საუკეთესოს ღირსია და ჩვენშივია ეს ყველაფერი და თუ ღრმად შევალთ ჩვენს გულში, ამას აღმოვაჩენთ, რომ ვართ უნიკალურები, ძალიან მნიშვნელოვანი, შემოქმედი ვართ, როგორც ღმერთია შემოქმედი, ჩვენც თითოეული ადამიანი ღმერთის თანაშემოქმედი ვართ და ყოველწუთავს ვქმნით ამ ჩვენ ცხოვრებას და მართლა ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ვართ. აი ამას თუ გაიაზრებს ადამიანი, ხო, ეს ძალიან ეხმარება. ნუ რა თქმა უნდა, იქ თუ ბავშვობის ტრამვებია, ჩვენ ამ ტრამვებზე ვმუშაობთ. მე მაგალითად ერიქსონის ჰიპნოზის სპეციალისტი ვარ და ძირითადად აი ტრანსული თერაპიით ვმუშაობ ამ ბავშვობის ტრამვებთან. არის ესეთი არაჩვეულებრივი ტრანსი, რომელსაც ქვია არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. და ვკურნავთ იმ ტრამვებს. ხო, უბრუნდებით ოღონდ რესურს ვაძლევთ, ახალ მეხსიერებას ვქმნით, ამას ქვია ახალი სინთეტური მეხსიერება და ჩვენს ტვინში არის უბნები, რომელიც ვერ არჩევს ეს წარმოსახვა თუ მართლა ხდება. და ვაძლევთ აი იმ ჯანსაღ რესურსულ ვქმნით ახალ მოგონებას და ადამიანი წარმოიდგენს, რომ ისე კი არ იყო, როგორც მას უნდოდა ისე იყო და ეს დაუსრულებელი ემოციების დასრულება ხდება და ახალი მეხსიერება იქნება და იმ პატარა შეშინებულ ბავშვს, იმ შინაგან ბავშვს, რომელმაც იმ ასაკში მიიღო ტრამვა, იმას ვკურნავთ და იმას მოფერება, განკურნება ჭირდება, რომ უთხრათ, რომ ჩვენ გავიზარდეთ და აღარ ჭირდება მას გარედან არაფერი, რომ ჩვენშია ეს პატარა ბავშვი და ჩვენ ვართ უკვე მისი მშობელი და ყველაფერი ჩვენ თვითონ შეგვიძლია უკვე მივცეთ და ის შინაგანი ბავშვი რა თქმა უნდა იკურნება. ოღონდ მიხედვა ჭირდება. და ეს ტრამვები მართლა მოქმედებს. ახლა რახან მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, რახანერიქსონი ახსენეთ, აქვე ვთქვათ ის მთავარი ფორმულა, რომ შენ შეგიძლია შეცვალო. ეს მთავარი ფორმულა იმასთან, რომ მე უნიკალური ვარ, თქვენ ახლა თქვით, რომ ვიძებ და მე აი ჩემსა და სამყაროს ურთიერთობას ვარკვევ. ესეც თუ კი მე ვიპოვი ძალას, რომ მე შემიძლია რაღაც შევცვალო, აი ეს ფული დაგვავიწყდა ამასობაში ორივეს, მაგრამ არ უნდა არა, კარგად დაუხვევ. ბევრი დიდი აღმოჩენა გააკეთა მილტონერიქსონმა, ეს ტრანსული თერაპია. ჰიპნოტური ტრანსი მისი შექმნილი მეთოდია და თვითონ პირველ რიგში თვითონ განიკურნა 17 წლის ასაკში დაემართა პოლიომიელიტი ვეღარ დადიოდა, მერე თვითონ ამ ვიზუალიზაციით სწორი შთაგონებით განიკურნა თავისთავად და გაიარა კიდევაც და ფსიქიატრიც გახდა, ფსიქოთერაპევტიც და ათასობით ადამიანს შველოდა
და ნახეთ ყველაზე მთავარი აი რა არის ერიქსონის აი ამ სწავლებაში რომ ყველა ადამიანი კარგია, ყველა ადამიანს აქვს რესურსი ცვლილებებისთვის და იმ მიზნებისთვის რაც მას სჭირდება რომ მიაღწიოს ამ მიზნებს და ყველას გვაქვს ოკეანე ამ რესურსების და შეგვიძლია ეს ცვლილებები ყოველთვის ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე და მართლა ამ სამყაროში ერთადერთი რაც უცვლელია ეს არის ცვლილებები რომელიც სულ ხდება რომელიც გარდაუვალია უბრალოდ ჩვენ უნდა ეს მიზნად დავისახოთ ეხლა ისევ ფულს რო დაუბრუნდეთ ერთი ეს თემა ხო იყო საკუთარ თავთან რომ ვარ ამის ღირსი თუ არა გამდიდრები ზოგი თვლის რომ არ არის გამდიდრების ღირსი ეს თემები ხო მეორე თემა არის სხვა ადამიანები ხო აი სხვა ადამიანებზე ჩვენ თუ ვფიქრობთ რომ მდიდრები ყოველთვის ცუდები არიან ან ყაჩაღობით აქვს ნაშოვნი ფული ან მოტყუებით ან რაღაც ცუდი გზით და ყოველთვის ფული აფუჭებს ადამიანს და საერთოდ მდიდრებთან ურთიერთობა არ მინდა და რაღაც ესეთი აზრები შეიძლება ბავშვობიდანაც გქონდეს ეს მოდეს ხო რა თქმა უნდა ეს მოდა მოდი რა ვთქვათ ეს რეალობასთან ახლოს იყო ეს არ იყო ბებიების ზღაპრები ან გამონაგონი ბევრ მდიდარს სრულიად უღირსი ქონების განსაკუთრებოდა ხო ბევრი უსინდისო ბევრი უღირსი ბევრი კასერტი ბანდიტი და ქურდი როგორც თქვენ თქვით ამიტომ ეს ადვილად დასაჯერებელი იყო ეს გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა თან თქვენ გემახსოვრებათ ჩვენ დაახლოებით ერთი თაობის ვართ რომ აი ჩვენ დროს იყო რომ მდიდარი რატოა კომბინატორია ესე იგი სახელმწიფოს პარავს და აი ამ სახელმწიფოს მოპარვით იშოვა ხო ეს აი ნახეთ ჩვენ შვილიშვილებს უკვე ჩვენმა შვილიშვილებმა სიტყვა კომბინატორიც არიციან რა თქმა უნდა ეს მიდგომაც ნაკლებად აქვს რომ მდიდარი ეს მე მგონი ეს აღარ არის მაგრამ კი ზღაპრებთანაც სიცრისი თქმა მინდა ზღაპარშიც არის ხშირად გამოყვანილი მდიდარი როგორც ბოროტი მაგრამ ამასაც სწორი განმარტება სჭირდება რომ სწორად აუხსნას მშობელმა რომ ესე იგი თვითონ ფული და სიმდიდრე კი არ აფუჭებს ადამიანს ფული არის საშუალება რომელიც ჩვენს ღირებულებებს უფრო ამჟღავნებს მეტი საშუალება გვაქვს რომ ეს გამოაშკარავდეს და თუ ჩვენ კარგი ღირებულებები გვაქვს პირიქით ფული მოგცემს იმის საშუალებას რომ ეს ჩვენი ნათელი მხარე უფრო გამომზეურდეს, უფრო მოეფინოს სამყაროს ეს სიკეთე და თუ ჩვენ გვაქვს ისეთი ცოტა არაჯანსაღი ღირებულებები და უფრო ჩვენი ჩრდილი გვმართავს ჩვენ და მაშინ რა თქმა უნდა თუ ჩვენ ვიქნებით აი დიდი შემოსავალი გვექნება და აი სიმდიდრე გვექნება ეს სიმდიდრე კიდე უფრო გამოაჩენს ამ არაჯანსაღ არასწორ ღირებულებებს რომელიც არის დესტრუქციული ხო ესეც ამნიშნულოვანი და ადრე თუ ნახეთ კიდე აი არის ესეთი გამონათქვამი რომ სიღარიბემოს შეჩვევა იცისო რატო იცის ესეც ჩვენი ფსიქიკისთვისებაა რომ რაც არის შეჩვეული ჩვენს ფსიქიკას ეჩვენება რომ ის არის უსაფრთხო და ამიტომ ურჩევნია ისევ შეჩვეული იყოს ოღონდ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ვიდრე რაღაც ახალი დაიწყოს ხო და იქ უკვე საფრთხეს ხედავს ამიტომ ეს სწორი გამონათქვამია მართლაც ამის გამო მე ეჩვევა ადამიანი იმ სიღარიბეს იმიტომ რომ ის შეჩვეულია და ეჩვენება უსაფრთხოდ და ურჩევნია არ დაირღვეს ეს უსაფრთხოება კომფორტის ზონა და იყოს თუნდაც ის პურის ფული და ფაქტიურად რჩება ამ გადარჩენის სტრატეგიაში არის აი ესეთი გადარჩენის გაქცევის სტრატეგიები და არის მიღწევის ხო მარტო იმაზე კი არ ზრუნავს ადამიანი რომ გადარჩეს არამედ დაისახოს მიზნები გააფართოვოს ეს მიზნები ხო მაგალითად როდესაც ფსიქოლოგებმა და არა მარტო ფსიქოლოგებმა დაინტერესდნენ და გამოიკვლიეს აი გენიოსებს რა მახასიათებელი აქვთ და რითი განსხვავდებია მათი აზროვნება ჩვეულებრივი ადამიანის აზროვნებისგან აი მთავარი ბევრია ჩამონათვალი მაგრამ მთავარი რა გამოჩნდა იცით რომ რა ახასიათებს გენიოსებს მათ შეუძლიათ ესეთი მომავალში წარმოიდგინონ რაღაცა აი არარეალური გეგმა რომელიც ერთი შეხედვით თითქოს განუხორციელებელია თითქოს შეუძლებელია იმის განხორციელება შეუძლიათ ეს წარმოიდგინონ ძალიან დიდ ეკრანზე მკვეთრ ფერებში და ქვეცნობიერს სჭირდება აუცილებლად ეს ფერადი სურათები რომელიც ემოციას იწვევს და მათ შეუძლიათ ისე ნათლად დაინახონ რომ აი ეს როგორ იქნება აი ეს თითქოს განუხორციელებელი იდეა და იქ იმხელა ენერგიით დაიტვირთონ ეს არის ზუსტად მოტივაციის შექმნას რასაც ვეძახით და სიზარმაცე საერთოდ არ არსებობს მოტივაციის ნაკლებობა და იქ უკვე ის ენერგია შენ იმხელა მოტივაციას გაძლევს ფაქტობრივად მომავალში ქმნი ენერგიას რომელიც მერე გაკეთებიებს ამ იდეას და
უკვე და მე იქ ნახეთ იქ რო ხარ უკვე ამას რო წარმოიდგენო ეს უკვე განხორციელდა შენ უკვე ხედავ რა როგორი ნაბიჯებით მოხვედი აქამდე და უკვე შენი ქვეცნობიერი გაწვდის ამ იდეებს აი რა ნაბიჯებია საჭირო რა გზა უნდა გაიარო რომ იქამდე მივხვიდე იმიტომ რომ შენის უკვე ნათლად დაინახე ფერადად დიდად რაც სჭირდება ჩვენს ქვეცნობიერს და იქ უკვე იმ ხელა ენერგიით იტვირთები ისეთი აღფრთოვანება გაქვს სავსე ხარ ამ ქმედების ენერგიით რომ მე უკვე ყოველ დღე დგამ ნაბიჯებს და მართლაც ის იდეა მე ხდება პროექტი ჩვეულებრივი და არანაირი მიუღწეველი აღარ არის უბრალოდ ხდება პროექტი რომელიც უნდა განხორციელდეს და ნახეთ რა ახასიათებს კიდე ჩვენ ქვეცნობიერს რომ აუცილებლად ესეთი ძალიან კარგი მეტაფორა არსებობს რომ ცნობიერს ადარებენ გემის კაპიტანს და ქვეცნობიერს ადარებენ აი გუნდს რომელიც მართავს ამ გემს და მიყავს ხო დანიშნულებამდე და ესეთი ის არის რომ მეტაფორა რომ თავარიაო გემის კაპიტანმაო კარგად აუხსნას თავის გუნდს სად მიდის აი რა პუნქტში რომ მივიდეს კი სად უნდა რომ მივიდეს რა პუნქტში რა რომელ ქალაქში ხო სად ეს თუ კარგად აუხსნაო ცნობიერმა ანუ გემის კაპიტანმა მერე ქვეცნობიერი შეუძლია შვიდათ იყოს გემის კაპიტანი მოდუნდეს ის გუნდი ანუ ქვეცნობიერი თვითონ უკვე იმიტომ კარგად იციან სად მიდიან თვითონ მიიყვანს ამ გემს იქ და შეიძლება იქ იყოს წინააღმდეგობები ქარიშხალი თუ ასე შემდეგ რაღაცა ხო დაბრკოლებები მაგრამ ქვეცნობიერი არის საოცრად შემოქმედებითი ეს არის ჩვენი პიროვნების ყველაზე შემოქმედებითი და ბრძენი ნაწილი და იმან ზუსტად იცის როგორ გადალახოს ის წინააღმდეგობები და ესეთი შემოქმედებითი გზის იპოვის ამ გზებს რომ მიგიყვანოს იმ პუნქტამდე. ოღონდ ნახეთ ჩვენ არ ვიცით სად მივდივართ. ეს როგორც ზუსტად იგივე მოდელია თითოეულ პიროვნებასთან როგორც სახელმწიფოსთან ოჯახთან ხო იგივე მოდელია აი როგორც თითოეულმა პიროვნებამ უნდა იცოდეს 10 წლის მერე რასაკეთებს 20 წლის მერე თუ 50 წლის მერე აუცილებლად და უნდა ხედავდეს ეს ხედვა ასევე უნდა იცოდეს აი ოჯახი რო იქმნება მე ყველას ვეუბნები რომ როდესაც ოჯახი იქმნება თუ თავიდანვე შეთანხმდებიან ესე იგი ადამიანები რომ აი რა საერთო მისია აქვთ ერთმანეთისგან რა უნდათ როგორ ხედავენ მომავალს და ეს უკვე ეს ხედვა არსებობს მე ძალიან კარგად არიან და მიდიან ფუნქციებს იოლად ინაწილებენ იმიტომ რომ ეს ხედვა არსებობს ძალიან იოლად და თუ თავიდანვე ეს არ არის შეთანხმება ძალიან ხშირად იშლება მე ესეთი წყვილი იმიტომ რომ თქვათ თუ აღმოჩნდა რომ ეს არ გაჟღერებულა და ელოდებოდა თქვათ ცოლი იმას რომ მეუღლე შეუწყობდა ხელს მის პიროვნულ ზრდას ან პროფესიულ განვითარებას რაღაცა და ეს გულისხმობდა ამას თქვათ ქალი და ფიქრობდა რომ ეს ხო ისედაც ესე უნდა იყოს მაგრამ ეს არ გააჟღერა და ამ დროს კაცს არც უფიქრია. კაცი ფიქრობდა რაღაც ქალზე, რომელიც ოჯახის იქნებოდა ქალი, აღზრდიდა შვილებს, სასახელო შვილებს და ასე შემდეგ. ხო, ეს ჯობია თავიდანვე შეთანხმდე, რომ აი ესეც ვქნათ, ისეც ვქნათ, ამაში დავეხმაროთ ერთმანეთს, თორე ორი ადამიანი ერთმანეთის გვერდით ორივე უნდა ვითარდებოდეს და თვითონ სიყვარული არის თერაპიული გრძნობა. თუ ეს სიყვარული ორმხრივია, ორივე ადამიანი ვითარდება, იმიტომ რომ თვითონ სიყვარული ეს გრძნობა არის საოცრად თერაპიული, ხო? მაგრამ ეს შეთანხმებები მაინც აუცილებელია რომ აი ახლა შევთანხმდეთ წმენა წარმოდგენები კი ბატონო კი ამ ეს რწმენა წარმოდგენები სად იბადება სად ინგრევა ძველი თუ არსებობს ძველი ვის მიერ ძირითადი არის მაინც ოჯახში მიღებული და ძალიან მნიშვნელოვანია 7 წლამდე მიღებული აზრები, იმიტომ რომ 7 წლამდე ბავშვი ფაქტიურად არის მთლიანად ქვეცნობიერი. მას ჯერ არ აქვს ცნობიერი ფილტრი ჩამოყალიბებული, ის ვერ ფილტრავს ინფორმაციას და ის თუნდაც ხუმრობაც პირდაპირ ესმის, პირდაპირ იღებს, რასაც ეუბნები. და მერე აი ამ პროგრამით ის პირდაპირ ქვეცნობიერში იწერება როგორც პროგრამად. ამ პროგრამით მერე მთელი ცხოვრება იცხოვრებს თუ არ გააცნობიერა, თუ გააცნობიერა რა თქმა უნდა იცვლება ეს პროგრამები და ქვეცნობიერშიც ხდება პერეპროგრამირება და ახალი ჯანსაღი პროგრამების ჩაწერა. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს ამ გაცნობიერებული ცხოვრებით. ძირითადად აი ის პროგრამები, რაც გვაქვს ერთხელ მიღებული, ის ხომ უნდა ვიღაცამ დაუნგრიოს, აუხსნას, ხომ? იცით რა, აი ზუსტად ეს არის, რომ სწორჯი შეკითხვები დაუსვათ ჩვენ თავს, დავფიქრდეთ. აი თვითშემეცნება ეს არის, რომ რაღაც ჩვენს თავს უსვამთ სწორ შეკითხვებს და როცა ადამიანი სწორ შეკითხვებს
უსვამს თავის თავს, ყოველთვის პასუხი მოდის ქვეცნობიერიდან. ყოველთვის. უბრალოდ ამაშია პრობლემა, რომ ჩვენ ვერ მივდივართ აი ამ თვითშემეცნებამდე, რომ ეს სწორი შეკითხვები დავსვათ. იქნება ასე არ არის. აი მე დაგისვამთ ახლა სწორ შეკითხვას. დიახ. დაკავშირებული არის თუ არა ფული ბედნიერებასთან და ქმნის თუ არა ფული ბედნიერებასთან. პირველი ის უნდა ვთქვათ, რომ არის ესეთი გამონათქვამი, რომ ფულს ბედნიერი ადამიანები უყვარს და უფრო იქით მიედინება და ეხლა რატოა ესე ამას აუხსნი? იმიტომ რომ შეცდომა არის ფიქრი ისე რომ მე ვაკეთებ იმიტომ რომ ბევრი ფული მქონდეს და ის ბევრი ფული გამაბედნიერებს. აი ეს არის შეცდომა. მე უკვე ბედნიერი ვარ და იმიტომ ვაკეთებ. მე უკვე ბედნიერი ვარ და უკვე მადლიერი ვარ. ამ ყველაფრით რაც უკვე მაქვს, თუნდაც სიცოცხლე მაქვს. მარტო ამიტომ შეიძლება მადლიერი ვიყო ჩემი მშობლების, რომ სიცოცხლე მომწეს. ამას გაუსვით რა ხაზი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერების განცდა. ვინ ჩემამდე მოდის, რომ აი კი მესმის ეს ტრამვები ყველას გვაქვს, ვის არ გვაქვს საპატიებელი ან დედისთვის რაღაცა ან მამისთვის ის ჩვეულებრივი ადამიანები ყველას გვეშლება. მე ჩემშვილებთან ალბათ უამრავი შემეშალა. ადამიანები ვართ. მაგრამ ნახეთ ამის მიღმა ჩვენ რა უნდა დავინახოთ, რომ აი ეს ყველაზე უდიდესი, ყველაზე დიდი მარგალიტი რაც გვაქვს ჩვენ ეს სიცოცხლე მართლა მშობლებისგან გვაქვს და სულ რო აი ყველაფერი დაგუშავონ დანარჩენი ეს ხო მოგცეს სიცოცხლე. მარტო ამისთვის შეიძლება ვიყოთ ძალიან მადლობელი და ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ ვერაფრით ვერ გადაიხდიო მშობლის ამაქსო, ვერაფრით რაც არ უნდა გაუკეთო, ერთადერთი უბრუნებ ამ სიკეთეს იმითი, რომ შენ აგრძელებ სიცოცხლეს. შენ თავს არ იკლავ, შენ აჩენ შვილს და გრძელდება ეს სიცოცხლე შენი სახით. აი რაც მან მშობლებმა გადმოგცეს, შენ ხარ აი ეს არხი და ეს რაღაცა შენი საშუალებით გრძელდება სიცოცხლე. შენ სრული სისავსით ჩართული ხარ ამ სიცოცხლეში, თუ შვილი ყავს ხო, კიდე უკეთესი შენი შვილიც აგრძელებს და კიდე ასე თაობები აგრძელებენ ამ სიცოცხლის ხას. შეიძლება ვიღაცა შვილი არ აყავს, მაგრამ თვითონ ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით. ანუ გადარჩენის სტრატეგია კი არ აქვს. სრულად არის, კი არ არსებობს, არამედ ცხოვრობს და სრულად არის ჩართული ამ თავის ცხოვრებაში და თვითონ სულ გრძნობს, რომ თვითონ არის შემოქმედი თავისი ცხოვრების და ყოველ წუთას ის ხატავს ამ ულამაზეს ნახატს და როგორც მხატვარი ხატავს და ეს შეგრძნება აქვს, რომ თვითონ არის შემოქმედი ამ ყველაფრის. ეხლა იმას რო დაუბრუნდეთ, ხო, აი ბედნიერების თემას, კი. ნახეთ, ადამიანი უკვე ბედნიერია იმით, რომ არის ცოცხალი. ხო. აქვს კონტაქტი თავის ღირსების გზნობასთან. თავის თავში ის გრძნობს რომ არადისობის ნაწილია და გრძნობს რომ როგორც ზღაპარში ყველაფერი შეუძლია ფაქტიურად ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობს და რა თქმა უნდა ფული ამაში ეხმარება იმიტომ რომ მეტი შესაძლებლობებია. ოღონდ ის ესე კი არ ფიქრობს რომ მე რო გავბედნიერდე, ბევრი ფული უნდა ვიშოვო და ეს იმიტომ უნდა გავაკეთო, რომ ბედნიერება ფულს მოაქვს. არა, მე უკვე ძალიან ბედნიერი ვარ. მე უკვე ვგრძნობ, რომ რაღაცა ძალიან დიდი ისტორიის და ამბის ნაწილი ვარ და ეს ამბავი კიდე გრძელდება. და ჩემი სიკვდილის მერეც გაგრძელდება. ყველა ადამიანი გრძნობს ამ სულთან კონტაქტს, სულის უკტავებას, რომ რაღაცა საოცარ ერთობას ამ სამყაროსთან და მარადისობასთან, ხო? და ეს ისეთი საინტერესოა, უბრალოდ ფული გვეხმარება, რომ მეტად გამოვამჟღავნოთ ჩვენი ნიჭები, ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ეს ფანტაზია ვაქციოთ რეალურ პროექტებად. და არაფერი წარმოუდგენელი მართლა, აი როგორც მე ძალიან მიყვარს ზღაპრის თერაპია და როგორც ზღაპარს ისე უყურებ ამ სამყაროს. სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ამაში რა თქმა უნდა ფული გვეხმარება. ხო, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ფული არის საშუალება აქციო ცხოვრება ზღაპრად, მაგრამ ოდესაც ფული ხდება მიზანი, ხო. როცა ფული ხდება მიზანი, ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიდის, იმიტომ რომ თავარ საზრისს კარგავს ადამიანი. ის აღარ ფიქრობს მის მისიაზე ამ ქვეყანაზე, მის ფუნქციაზე, რისთვის მოვიდა. რა უნდა მისცეს მან ამ სამყაროს, მისი რომელი ნიჭები და უნარები უნდა გამომჟღავნდეს და რეალიზდეს, ხო? აი იგავი როა სახარებაში ტალანტების შესახებ. ძალიან საინტერესო იგავია, ხო? ეს ბატონი მიდის და ერთ მონას უტოვებს მსახურს, ორ ტალანტს, ერთ ხუთს, ერთ 10-ს და ერთ ტალანტს უტოვებს, ორს 5-ს და 10-ს და რო ბრუნდება, ვისაც ერთი დაუტოვა, ისე უბნება, რომ აი შენო ცოტა უცნაური კაცი ხარო და მეო მიწაში დაუფალიო და აი გიბრუნებ იმ შენსაც.
საერთაშორისო. მეორე უთხრა მე გავამრავლეო საქმეში ჩავდეო და იქ ამრავლებულს გიბრუნებ. იმ 10 რომელიც დაუტოვა, რომელსაც დაუტოვა, იმანაც უთხრა მეც გავამრავლეო და გამრავლებულს გიბრუნებო და ეს ბატონი ძალიან განრისხდა იმ სახურზე, რომელმაც უთხრა რომ ის ერთი რაც მომეცი მიწაში დაუფალიო და ისევ ერთს გიბრუნებ. და ამას როგორ განმარტავენ, ეს ძალიან ბევრი განმარტებები არსებობს, რომ ეს არის ჩვენი ნიჭები, ტალანტები, რომელიც კი არ გვაჩუქა ღმერთმა. გვასესხა, რომელიც აუცილებლად უნდა გავამრავლოთ და გამრავლებული სახით უბრუნებთ სამყაროს ამას. და აი ამაში მართლა ძალიან გვეხმარება ფული. ეროვნული ბანკის ინიციატივით დაწყებულია ასეთი პროექტი ფინანსური განათლება სკოლებში. ფინანსური წიგნიერება. მე პირველად გავიგე სიმართლე რომ გითხრათ ეს. როგორ ფიქრობთ თქვენ, რა როლს ითამაშებს აი ასეთი ტიპის, ამას არც დისციპლინა ქვია, არც საგანი ქვია, კომპეტენცია, როგორც ისინი უწოდებენ, აი ასეთი კომპეტენციის სწავლება რა როლს ითამაშებს? თუ ეს სახელმძღვანელო იქნება და ფსიქოლოგიურად ეს სწორად იქნება შედგენილი, ჩემი აზრით აუცილებელიც არის. იმიტომ რომ მე ხა ჩემამდე ვინც მოდიან, მე ბავშვებთანაც ვმუშაობ და დიდებთანაც, დასრულებთანაც და როცა მოყავთ ბავშვები, ხშირად მეკითხებიან მაგ თემაზე, ყველას ვეუბნები, რომ აი კონდეს ბავშვ თავისი ყულაბა, რომ შეეჩვიოს მერე რომ დაუგროვდება რაღაც თანხა, რაში დახარჯოს. შეიძლება შეეჩვიოს იმას, რომ უცბად დახარჯოს და მთელი კლასი გაახაროს მაგალითად და რაღაცა 8 მარს თქვათ რაღაცა ჩუქრები გოგოებს უყიდოს და საერთოდ აღარ დარჩეს არაფერი, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყოს, რომ უღირდა იმდენი ხანი, ხო, რომ იმპულს აგროვებდა. ან თავისთვის იყიდოს რაღაცა და კარგად გააკეთოს არჩევა. აუცილებლად, იმიტომ რომ ბავშვი სულ უნდა გრძნობდეს, რომ ის პიროვნებაა და მას უსმენენ და ექცევიან როგორც პიროვნებას, ეს თავისუფლება ყველა თემაში გარკვეული თავისუფლება, ოღონდ კალაპოტი აუცილებელია, აი როგორც მდინარე მოდის მდინარე აბსოლუტურად თავისუფლად მოსჩქებს, ოღონდ აქვს კალაპოტი და თუ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე იკარგება, ასეა ბავშვის. დიდიც ასეა, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვის აღზრდაში ეს არის გასათვალისწინებელი, რომ ბავშვმა სულ უნდა იგრძნოს, რომ ის არის თავისუფალი, მას როგორც პიროვნებას ცემენ პატივს, ოღონდ კალაპოტი აქვს. ამ კალაპოტს რა თქმა უნდა აძლევს მშობელი. აი თუნდაც არჩევანი მიეცითო, როდესაც ადმე მიყავთო, დაულაგეთ თქვათ 2 კაბა ან 2 შარვალი და უთხარით, რომ აი ამ 2-დან აირჩია. რომ თვითონ მიხვდეს, რომ მას პატივს ცემ და არ უნდა უთხრა, რომ აი მე გადავწყვიტე, რომ შენ დღეს ეს ჩაიცვა, ხო? ოღონდ 10-ს ნუ დაულაგებთო, იმიტომ რომ ზედმეტი თავისუფლებაც აფუჭებს ბავშვს. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ზედმეტი თავისუფლებაც საშინლად აფუჭებს ბავშვს, მაგრამ თავისუფლება კალაპოტში ეს არის აუცილებელი. შესანიშნავია, ამას აუცილებლად დაუბრუნდებით, მაგრამ მაინც მე ვუბრუნდები ახლა ისევ ფულს და როგორც აცხადებენ მესვეურები ამ პროექტის, ისინი ამბობენ, რომ ფულის დაზოგვას ისწავლის ბავშვს. კი ბატონო, ძალიან კარგი. ეს ერთი რაც თქვენ უკვე ბრძანეთ და მეორე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება და სურვილი. აი რაც პირველად თქვენ თქვით, რომ დახარჯავს ისე და ადამიანად იგრძნობს თავს იმ თავის დაგროვილ ფულს. არა მარტო დაგროვილი, ისიც უნდა შევაჩვიოთ, რომ რაღაცა საქმიანობაში თუნდაც გააკეთა ხელნაკეთი და მოუწყოთ თუნდაც ჩვენს მეგობრებში რაღაც პატარა ბაზრობა და ვიღაცა მიყიდოს და თავისი შრომით, ოღონდ ეს შრომა, ამ შრომას არ უნდა ედოს ისეთი აზრი, რომ ეს არის ტანჯვა და იტანჯა და მხოლოდ ტანჯვით გამოიმუშავა ეს ფული. ეს უნდა იყოს მსუბუქი, თამაშის ფორმით, სახალისო, რომ ადამიანს ეს ქვეცნობიერში ესეთი ძალიან ხშირად არის, რომ მხოლოდ ტანჯვით და მძიმე შრომით გამოვიმუშავებთ ფულს. ეს ბევრს აქვს და ძალიან არაჯანსაღი შემზღუდველი რწმენა წარმოდგენაა და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია და ჩვენს ქვეცნობიერს აქვს ესეთი თვისება, რომ აი ის ქვეცნობიერს ჭეშმარიტება ამ შემთხვევაში არ აინტერესებს რისი ჯერა თვითონ და ის ქმნის მე იმ სიტუაციებს, სადაც რისიც ჯერა ის მოხდება და სულ შექმნის იმ სიტუაციებს, რომ ტანჯვით გამოიმუშაოს, იმიტომ რომ ეს ჯერა და მე მართლაც რომ ეს მართლდება, ადამიანი აქედან იღებს
ბედნიერების ჰორმონებს. თუნდაც ის არაჯანსაღი იყოს, მაგრამ ის რახან შესრულდა, ისიც ჯეროდა გვეცნობიერს. ამით ის კმაყოფილია. და ეს მერე სულ ესე გრძელდება. ამიტომ ჩვენ ეს ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ, რომ არ არის აუცილებელი ტანჯვა და მძიმე შრომა იმისთვის, რომ გამოიმუშაო რაღაცა. შეიძლება მსუბუქად, თამაშით, ხალისით, რაღაც ზღაპრული იმითი შესაძლებლობებით, რომ შენ შეგიძლია. მაგას ხელს უშლის რეალობა, იმიტომ რომ ბავშვები უყურებენ როგორ იტანჯებიან მშობლები, რა მდგომარეობაში არიან, რა ძვირი ღირს ფული და რა იოლად იშოვნა აი მეზობელმა, აგერ მეგობრის მამამ, ვიღაც გარშემო თავარი მაგალითი ბავშვისთვის მშობელია. მაგალითამდე სანამ მივალთ, იოლად გამდიდრების სურვილი მოდის ამ დროს. აი, როდესაც მე ვხედავ, რომ ეს ჩემი ორი მშობელია, ბებია ბაბუა იტანჯება მთელი ცხოვრება, შრომობს მთელი ცხოვრება, იღწვის და არც არაფერი და გვერდით ბევრია ასეთი ადამიანი, რომელსაც არ შეუქმნია ფასეული არაფერი და მდიდრდება. მან არის გადამწყვეტი რა, რომ შეიძლება მშობელს კონდეს საკმაოდ მძიმე სამსახური, მაგრამ თავარია რა განწყობით ბრუნდება ის სახში. თუ ის სახში დაბრუნდება და ამბობს, რომ ვეზიზღება ეს ჩემი აღარ შემილია, მთელი ჩემი ენერგია მიაქვს სამსახურს, იმის თავიც აღარ მაქვს, რომ შენ გეთამაშო, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თუ მშობელი თვითონ შეხედავს თავის სამსახურს, ისე რომ ეს სამსახური თავარი ჩვენი განწყობაა, ჩვენ ყოველწუთას შთაგონებას უკეთებ ჩვენ თავს, ან კარგს, ან ცუდს. თუ თვითონ ის ადამიანი თავის სამსახურს შეხედავს, როგორც ენერგიის წყაროს და არ შეხედავს, რომ ის მთლიანად ცლის მას ენერგიის, მართლა მიიღებს მაშინ ენერგიას იქ და რომ მოვა თვითონაც უშველის თავის თავსაც შვილსაც მისცემს იმ ენერგიას და არ დაკარგავს აი ამ ცხოვრების ხალის და აი ამ რუტინის მონა აღარ გახდება. თავარი ყოველთვის ყველა სიტუაციაში არის ჩვენი შინაგანი განწყობა და აი ყველას ურჩევ რომ მილტონ ერიქსონის ცხოვრება დევს ძალიან ბევრი ინტერნეტში აი გაეცნონ ის მაგალითი ამისი რომ როგორ ქმნის ჩვენი შთაგონება ჩვენი სწორი შინაგანი მდგომარეობა ჩვენი რესურსული მდგომარეობა ქვია ამას ფსიქოთერაპიაში და სულ შეუძლია იყოს ადამიანი რესურსულ მდგომარეობაში რომ აი ეს დაანახოს შვილს და არა ის რომ ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება ესეც ბავშვმა შეიძლება ესეც რომ ჯანმრთელობის ხარჯზე აქვს ფული დედაჩემს მერე სულ ავად არის უმკურნალობს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფულის გამომუშავება დაჩაგრულ მშობელს როუყურებ უფრო სწორად არა დაჩაგრულს არამედ დათრგუნულს გათელილს შეურაცხყოფილს ღირსება აყრილ მშობელს როცა უყურებ რომელიც მთელი დღე შრომობს და საფასურს არაფერს არ იღებს დიახ და აქ არის გადამწყვეტი შინაგანი რესურსული მდგომარეობა. რა სამსახურიც არ უნდა კონდეს ადამიანს, თუ იმას იღებს იმ წუთას რაც აქვს და იღებს მადლიერებით, აუცილებლად მას ექნება უკეთესი. უკეთესი შემოსავლის მხრივაც და უკეთესი გარემოს მხრივაც. აუცილებლად. ეს მთლიანად ჩვენ შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. აი თუნდაც ეს ზღაპარი მახსენდება, კონკია, ხო? და ეს ზღაპრის თერაპევტები როცა განმარტავენ ამ ზღაპარს ამბობენ, რომ რატო გახდა? აი რითი დაიმსახურა კონკიამ რო პრინცის ცოლი გახდა. აი რითი? იმიტომ რომ არ გაბუროტდა იმ სიტუაციაში. საშინლად ექცეოდა დედინაცვალი და მისი ორი ქალიშვილი. ხო ყველანაირი მიზეზი ქონდა რომ გაბოროტებულიყო, იმათვისაც ცუდი ესურვა, რაღაც ცუდიც გაეკეთებია. არა, ის რაც ქონდა იღებდა მადლიერებით. ყოველ დღე მღეროდა, სიხარულით ხვდებოდა ყოველ რასაც აკეთებდა, იმ საქმეს რეცხავდა თუ ხეხავდა თუ ალაგებდა, სიყვარულით აკეთებდა. არა დაძაბულად და ბოღმით და იმითი შურით და რაღაც საშინელი, არარესურსული, აი ცუდი შინაგანი მდგომარეობით. არამედ პირიქით იღებდა რაც იყო, იმ ყველაზე რთული არის მიღება. ყველაზე დიდი სიბრძნე არის მიღება იმ სიტუაციის, იმ ადამიანის ისეთის როგორიც არის, ხო? ის იღებდა ამ გარემოს და რასაც აკეთებდა, სიყვარულით აკეთებდა და შრომა ჩადო ამაში, ღვაწლი ჩადო ამაში და ბოლოს დაიმსახურა, თორე რო გაბოროტებულიყო, ვერანაირად ის კამდე და ეს ქორწილი პირდაპირ მნიშვნელობითაც არის, რა თქმა უნდა, ზღაპრებში და ქორწილი პიროვნულ გამთლიანებასაც ნიშნავს, რომ გამთლიანდა ადამიანი. აი შინაგანი სიმშვიდე აქვს, მშვიდობა აქვს საკუთარ თავთან, ხო? და იმიტომაც ეს გამთლიანება ბოლოს ხდება. ხო, ძალიან რთული რამე ეს თვითონ გამთლიანება და მერე ის რომ ბავშვს აგრძნობინო ეს ყველაფერი. არა და მაგალითის ძალაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობ. ახლა კიდევ მინდა რომ თქვენც გაუსვათ ამას ხაზი. აი რა მნიშვნელობა აქვს მშობლის მაგალითს? ძალიან მთავარია. არა ქადაგებას? არა, მაგალითი. თუნდაც ის რომ პატიოსანი შრომით შეულობს და თვითონ დებს ამაში ღვაწლს და რასაც აკეთებს, სიყვარულით აკეთებს და წარმოუდგენელია რომ ადამიანმა სიყვარულით აკეთოს საქმე
მთელი გულით, სულით, ესე იგი, აი მადლიერებით და არ კონდეს მას შემოსავალი. და არ გაიზარდოს ეს შემოსავალი ყოველ ჯერზე და ცხოვრების ყოველ ახალ ეტაპზე. წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი შინაგანი, ესეთი ბედნიერი ადამიანები იზიდავენ ფულს, რომელიც ესეთი განწყობით ცხოვრობენ, რესურსული მდგომარეობით, რომელსაც არავისი არ შურს, უხარია სხვისი წარმატება, რაც უფრო მეტი მდიდარი ადამიანი იქნება, უხარია, აი გარემოსაც რო შევეხოთ, მესამე კომპონენტი დაგვრჩა, ხო, გარემო. გარემო თუ შენ აღიქვამ, რომ არის შენს მიმართ მტრულად განწყობილი, არაკეთილ განწყობილია და თუ გარემოს აღიქვამ, რომ ეს გარემო შენს მიმართ არის მეგობრული და კეთილგანწყობილი, არიან უამრავი კეთილი ადამიანები და რაც უფრო მეტი მდიდარი ადამიანი იქნება, მით უფრო განჯანსაღდება ეს გარემო და ერთმანეთს დავეხმარებით და უფრო მეტი დოულათი იქნება, თუ ასე უყურებ, აბსოლუტურად შენ სულ წინ წახვალ, სულ შექმნი ამ სიტუაციებს, რომ უფრო მეტი, იმიტომ შენ ამას სიყვარულით აკეთებ. ნათელი მზერა გაქვს მომავალში, იმედიანი მზერა მომავალში და უბრალოდ მაშინ იმას კი აღარ ამბობ, რომ ვერ შევძლებ. მაშინ ამბობ, რომ შევძლებ, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს, როგორ მოვახერხებ ამას. აი, როგორ მოხერხდება ეს, როგორ ლამაზად, როგორი აი მართლა ზღაპრული და ჯადოსნობით და ეს ცხოვრება მართლა ესეა. სიამოვნებით გისმენ, ნინო, სიამოვნებით გისმენ, მაგრამ გადავხედოთ ახლა ჩვენს გარემოს. სრულიად რომ არ იყოს ბავშვში ეს აგრესია და მშობლებსაც რომ სამოთხე კონდეთ სახლში შექმნილი, საკმარისია ერთ ღილაკს მიაჭირო ხელი და იფრქვევა მხოლოდ უარყოფითი, მხოლოდ დესტრუქციული, მხოლოდ შიშის მომგვრელი, მხოლოდ განგაშის დამთესავია ეს რაღაც ინფორმაცია. ამ ინფორმაციისგან როგორ უნდა დავიცვათ და ვინ უნდა დაიცვას? პირველ რიგში მშობელი იცავს და ოჯახი ბავშვს და რითი ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს ორი ნახევარსფერო ტვინის, მარჯვენა და მარცხენა. მარცხენა რომ გვაქვს ზოგჯერ ისე ბოდიშს ნახევარსფერო პასუხს აგებს ლოგიკურ აზროვნებაზე და მარჯვენა ნახევარსფერო პასუხს აგებს ფანტაზიაზე, შემოქმედებითობაზე, ინტუიციასთან, ქვეცნობიერთან კონტაქტზე. და თუ მშობელი იზრუნებს, რომ თანაბრად განვითარდეს ბავშვი, ეს დიდსაც სჭირდება, რომ ამაზე იზრუნოს, რომ მონაცვლეობით ხან ერთი ნახევარსფერო იყოს აქტიური, ხან მეორე ნახევარსფერო. განსაკუთრებით ეს სჭირდება ბავშვს, რომ მარტო სწავლა და მათემატიკა და ინგლისური კი არა. ძალიან უნდა განვავითაროთ შემოქმედებითი უნარები და აუცილებლად უნდა მოვასინჯინოთ ბავშვს ბევრი რაღაც იქ ხატვაც, სიმღერაც, თიხაც, ძერწვაც, ცეკვაც და არ უნდა შეშინდეს მშობელი, რომ აი ერთი თვე იარა და დაანება თავი და მობეზდეს. ის იმან უნდა გაიცნოს საკუთარი თავი. ძალიან უყვართ ხოლმე მაგასაკში აი ტესტები, რომ აი გითხარით რა ტემპერამენტი გვაქვს, მარტო მაგიტომ მოდიან თინეიჯერები, რომ აი აბა რა ტემპერამენტი მაქვს, როგორი ვარ, აბა რამე დამახატე. მშობლები რომლებსაც სახში შეიძლება ამის შექმნა, რომ აი ამ რაღაცა კრეატიული შემოქმედებითი გარემოსი რომ გამოამჟღავნოს, შემეცნება, ამოხეთქოს ეს ნიჭები, უნარები, ტალანტები და ეს თუნდაც აი ხა არ შემილია არ ვთქვა, საოცარი ეს აქვს შექმნილი გურამ მეგრელიშვილს ფასკუნჯი ქვია, სადაც წიგნის კითხვასაც ასწავლის ბავშვებს და აწერინებს და საერთოდ არ ახსენდებათ, ეხლა მეც იქ ზღაპრი თერაპიის მიმყავს სასწავლო კურსი და იქ ჩემ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი როგორი ჩართულები არიან, საერთოდ არ ახსენდებათ ის ტელეფონი, როცა იქ არიან. ავალებს ისინი წერენ, მერე მოაქთეს თავისი ნაწერები, განიხილავენ იქ, მერე ვინ რა წიგნი წაიკითხა და ისე შეაყვარა. ეს თურმე ეს შესაძლებელია, რომ ბავშვს წიგნის კითხვაც შევაყვაროთ, დაწეროს, იქ სულ სხვა კუთხით შეხედოს იმ წიგნს, იმ ფილმს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ ხელშია. ოღონდ თუ გვჯერა ამისი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და მართლა შეგვიძლია, ყველაფერი შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ. ძალიან კარგი. აი ერთად ვართ მშობლები და შვილები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ აი მივცეთ ყველაფერი ეს ბავშვებს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ახალგაზრდები მიდიან თავიანთი ქვეყნიდან სასწავლებლად მარტო უცხო მხარეში. კი ბატონო. აი თუ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რა საფრთხე ემუქრება მათ მოუმზადებელ ფსიქიკას. შეიძლება დაემუქროს, მე არ ვამბობ.
კი, ხშირია ეგეც. აი რას მეტყვი? კი, საერთოდ ესეა მიღებული ფსიქოლოგები ესე გურჩევენ, რომ აი ბაკალავრიატი ჯობია მშობლიურ თავის ქვეყანაში დაამთავროს მოზარდმა და მე უკვე აი მაგისტრატურისთვის წავიდეს, იმიტომ რომ ის ცოტა სხვა ასაკია, უკვე რაღაც უფრო ჩამოყალიბებულია, იმიტომ რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ აი პირდაპირ სკოლიდან რომ მიდიან და ბაკალავრიატსაც სხვა ქვეყანაში გადიან. ხშირად არის ეს კულტურული შოკი, რაც არ უნდა იცნობდეს იმ ქვეყანას, მაინც იღებს კულტურულ შოკს, როცა იქ იწყებს ცხოვრებას. გარდა ამისა, თვითონ მარტო დამოუკიდებლობა არ არის შეჩვეული დამოუკიდებლობას და იმ წინააღმდეგობების გადალახვა სულ უგვარებს მშობელი. განსაკუთრებით საქართველოში უფრო სათბურის პირობებში იზრდება ბავშვი და ძალიან უჭირთ. ჩემთანაც ბევრი მოუყვანიათ, რომ იქ ნევროზი დაემართა, დეპრესია, ზოგი განარკომან და ზოგს უკვე ფსიქოტროპული წამლები დაჭირდა და რაღაცა აი უჭირთ მე ადაპტირება და არ არიან მზად. არც იმას არ არიან შეჩვეული, თუნდაც ფული სწორად როგორ დახარჯონ, უცბად ხარჯავენ. არა აქვთ ეს უნარჩვევები, ელემენტარული უნარჩვევები. ჩვენ ძალიან კარგი ინსტრუმენტი გვაქვს ხელში, თამაში. თამაშით იქ მაღაზიობანას თამაში იქნება თუ ასე შემდეგ, ხო? ეს იყო სხვადასხვა ყოველ დროს თამაში ძალიან ბევრ რამეს ყველაფერს ვასწავლით. მაგრამ გვერდით არის მშობელი, რომელიც დილით მიდის. ხო, აი ეგ ძალიან სავალალო მდგომარეობა. ჩვენი შვილები და შვილიშვილები რჩებიან ძირითადად გაჯეტებთან და ძიძებთან და ძიძასაც ხა იმ ხელა პასუხისგებლობა აქვს ხვის შვილზე, რომ ურჩევნია უღონდ რაღაც არ იტკინოს ბავშვმა, დიდი დრო გაატაროს იმ თუნდაც იმაში, ხო? გაჯეტთან და აი ეზოშიც არაცლიან თქვათ რომ პატარა ბავშვები რომ ინახავს ძიძას როცა გამოყავს აი განძრევის საშუალებას არაძლევენ რომ ეშინიათ რომ არ წაიქცეს არ ჩამოვარდეს იკიბიდან თუ იქ სასრიალოდან და ასე შეიცნობს ბავშვი სამყაროს ხო თუ არ ჩამოვარდა თუ არ ეტკინა თუ არ გაიქცა იქ არ მოსინჯა არ დაისვა რა ტალახში ასე შეიცნობს ბავშვი ის რაღაც აღარ აღმოაჩინა არ შეეხო და აუცილებლად უნდა შევეხოთ აკრძალვას თქვენ ბრძანეთ კალაპოტი რომელშიც ადამიანი უნდა მოექცეს აუცილებლად არ უნდა თავისუფლად იდინოს ამ კალაპოტში აი ეს თავისუფლება და კალაპოტი ერთმანეთთან როგორ მოდის და მშობელმა როგორ უნდა განსაზღვროს ეს ოქროს შუა კი ძალიან რთულია სხვათა შორის მაგრამ შესაძლებელია აი როგორ განსაზღვროს კალაპოტი არის ის რომ ჩვენ ვეუბნებით ბავშვს რომ აი ჩვენს ოჯახში ასეთი წესებია რომ ჩვენ წვევით ამად ამ დროს ძილის წინ საშიშ ფილმებს არ უყურებთ და საერთოდ ვერ იდებით ამ ფილმებს. შენ ჩვენ ოჯახში დაიბადე და ჩვენ ოჯახში ასეთი წესები, ოღონდ არა ტირანულად და ავტორიტარულად, არამედ სიყვარულით. ის სხვა პიროვნებაა, მე რა რო შვილია, ეს არის რომელიც უნდა იმოზიდო და გაისროლო და თავის ცხოვრება აქვს. უბრალოდ შენ რაღაც პერიოდი არის შენთან რომ მისცე ეს ღირებულებები, სიყვარული არ მოაკლო, ეს სიყვარულის დეფიციტი არ ქონდეს, ემოცია მისცე, ასწავლო თავის ემოციებთან კონტაქტი, გაცემა, მიღება, ბედნიერება, მადლიერება, ეს ყველაფერი ხო მე ხო ის ხო შენი საკუთრება არ არის და შენ არა გაქვს უფლება შვილის საზღვრებში შეიჭრა. ზედმეტი თავისუფლება სხვათა შორის საზღვრების რღვევაა და ასევე შეზღუდვა ბავშვის და გასაქანს რო არ აძლევენ და ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებენ და ჩვენ გავაკეთებ ჩვილო შენი ყავის რო ეს მის ბავშვს ის რო იზრდება მე ვერაფერ საქმეს ვერ ის მიჩვეულია რომ სხვები აკეთებენ ის არის და შვენივრად იცხოვრებს სხვის შემოსავლით რაც ვერანაირად ის ადამიანი აი ვერ დაილოცება ასე ვთქვათ რა თუ სხვის ხარჯზე ცხოვრობ ჩვენი შრომით ყველანაირი დოვლათის დაგროვება შეგვიძლია გამდიდრება სხვისიც გაბედნიერებას და განაწილებაც კიდე მე აი არის ძალიან მინდა რომ მოვასწრო რომ თქვა სიკეთის კეთების ორი კანონი ამასაც ყველას ვასწავლი ხოლმე პირველი კანონი ასეთია თუ არ გთხოვენ არ დაეხმარო უნდა აიღოს ადამიანმა პასუხისგებლობა რომ გთხოვოს თქვათ გთხოვა, ესე იგი თუ არ გთხოვენ არ დაეხმარო, ეს პირველი კანონი, მეორე კანონი. თუ გთხოვა, კარგად დაფიქრდი, მაშინვე არ დაეხმარო, კარგად დაფიქრდი. ეს მართლა შენი გასაკეთებელია. თუ ის ადამიანი თავის პასუხისმგებლობას გკიდებს შენ. თუ ასეა, მაშინ ეუბნები რომ მე შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს შენი გასაკეთებელია და ამას ქვია ფსიქოლოგიაში პასუხისმგებლობის უკან დაბრუნება.
ვუბრუნებთ უკან პასუხისგებლობას. თუ ჩვენ არ ვითვალისწინებთ ამ სიკეთის კეთების კანონებს და აი ვხედავთ რომ ვიღაცა დასახმარებელი არ ველოდებით რომ იმან გთხოვოს და ასე შემდეგ და ვუკეთებთ, ამას ქვია სიკეთის მიყენება. მაშინ ის სიკეთე იქცევა ბოროტებად, იმიტომ რომ ის ადამიანი ვერ იტევს ამას, ის ვაბოროტებთ და ზუსტად ის ადამიანი მოგვექცევა მერე ცუდად. რატო არის? ძალიან ხშირად ანდაზები რომ ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა, მაგრამ რა შემთხვევაში გამხადა? როცა ზედმეტი მივაყენეს ნანისენი და ბრა, სიკეთის მიყენება, რომელიც უკვე ბოროტებაა. უკვე ის რეალურად სიკეთი აღარ არის და ვაბოროტებ იმ ადამიანს. საერთოდ უჭირთ ადამიანებს სიკეთის დატევა. ძალიან უჭირთ და ზუსტად მიღება. ძალიან უჭირთ, ძალიან, იმიტომ რომ ვერ იტევს იმას, რომ შენ რაღაცით იმაზე უკეთესი ხარ და ეხმარებ. ეგ უკვე შური. ხო და პირიქით შურს უღვიძებ და ის მოგექცევა ზუსტად სუდად. ამიტომ ესე იგი ძალიან დაფიქრება უნდა ამ სიკეთის კეთებასაც. თუმცა მეორე მხარე კიდე მედალს ხო ორი მხარე აქვს. ნახეთ, მეორე მხარე ამისი არის ის, რომ შენ თუ გინდა იყო უფრო მდიდარი მეტი შემოსავალი კონდეს, სხვას დაეხმარე ამაში რითიც შეგეძლება და მთელი ზღაპრები ხო ამაზე ღაღადებს, რომ სიკეთექენი დადე გაიარე წინ დაგხვდება, ბოროტებას იზამ გაიარე წინ დაგხვდება, რომ არაფერი არ იკარგება ამ სამყაროში, ყველაფერი წონასწორდება. შენ სხვას დააზიანებ, შენც აუცილებლად დაზიანდები, შენ სხვას სიკეთეს გაუკეთებ, აუცილებლად ასმაგათ ეს დაგიბრუნდება, ხო? და ერთადერთი გზა რომ აი უფრო იყო ბედნიერი, ურთიერთობებში შემოსავლის ხრივაც მეტი შემოსავალი კონდეს, შენ რაც გინდა გაუკეთე სხვას. აი თქვათ შენ თუ გრძნობ სიყვარულის ნაკლებობას, მარტო სულად გრძნობ თავს, იპოვე ვიღაც მოხუცი, რომელიც მარტოა და მიდი იმასთან პერიოდულად კვირაში ერთხელ გაახარე, თუნდაც დაელაპარაკე, სულ არ არის საჩუქრები, ხო აუცილებელი და იმას შეუქმენი, ეს სადაც ის მარტო სულად აღარ იგრძნობს თავს და შენც აუცილებლად იპოვი პარტნიორს. არ არსებობს რო არ იპოვო, ეს ყველაფერი გვიბრუნდება. ითხოვე და მოგეცემა. ძალიან ევს არ აქვს თხოვნის უნარი, იმიტომ რომ ჩვენს კულტურაში ხშირად ეს ჩვენთან განსაკუთრებით. ჩვენს კულტურაში ეს აღიქმებოდა როგორც ხერხული და ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი, რომ აი მოკვდება და არ ითხოვს და ისეთ იმაში ჩაიგდებს თავს, მერე ნანობს რომ ნეტა მეთხოვა და ის ადამიანები ეუბნებიან ერთი სიტყვა გეთქვა და მზად ვიყავით. მაგრამ ესეც ძალიან ხშირად ბავშვობის ტრავმებს უკავშირდება, როცა ბავშვობიდან აი მსხვერპლის როლში აღმოჩნდება ხოლმე ბავშვი და ეჩვევა მერე ამ როლს და აი თითქოს როგორც ნიღაბი შეეზარდა და ვეღარ იხსნის ამ ნიღაბს. აღარ ჭირდება არაფერში, მაგრამ იმიტომ რომ შეეჩვია ბავშვობაში ამ როლიდან ვეღარ გამოდის. და აუცილებელია ამის სწავლაც, რომ ვითხოვოთ. ეს არ არის სირცხვილი. ჩვენ ადამიანები სოციალური არსება, ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერ ვარსებობთ. გავცემ, ვიღებ ძალიან თამამად ამ დახმარებას, იმიტომ რომ ვთვლი რომ მე ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ვარ და თუ ამაში მჭირდება დახმარება, რომ მივიღო რაღაც, უნდა მივიღო. თუ სხვა სჭირდება, მე უნდა გავცე აუცილებლად ეს, ხო? დიდი მადლობა, ძალიან ბევრი გასათვალისწინებელი რამ მოვისმინე პირადად მე. მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და დავემშვიდობები მომავალ შეხვედრამ და წარმატებას გისურვებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.